დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გრძელდება რა თქმა უნდა დილის პალიტრა და მცირე, არც ისე მცირე, მაგრამ მაინც მცირე პაუზის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდით რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერს, ვაგრძელებთ გადაცემას და ეს უკვე ის ეტაპია ჩვენი გადაცემის, როდესაც ძალიან საინტერესო სტუმრებს მასპინძლობთ ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა. კი ბატონო, ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის აქტუალურია თემა, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, თუმცა ვფიქრობ განსაკუთრებით მაინც ტელეწამყვანებისთვის და გავიგოთ მოდი ჰოლივუდის ღიმილის საიდუმლო და ასევე იმპლანტაცია იქნება ჩვენი სასაუბრო თემა აღნიშნულ თემაზე. თამარ ორდენიძე იქნება ჩვენი სტუმარი, ექიმი, სტომატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. დილამშვიდობის თამარ, მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში უსაფრთხოებით დავიწყოთ, ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, რამდენად უსაფრთხოა იმპლანტაცია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. იმპლანტაცია გარდა იმისა, რომ 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ალტერნატივაა დაკარგული კბილის აღდგენის. გარდა ამისა, იხვეწება ყოველდღიურად იმპლანტაციის ეტაპები და დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპლანტაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ვინაიდან დაიხვეწა როგორც მუშაობის პრაქტიკა, ასევე ის შემადგენელი კომპონენტები, რისგანაც შედგება უშუალოდ იმპლანტი. შესაბამისად უსაფრთხო კიდევ უფრო მეტად გახდა შემადგენლობიდან გამომდინარე. და აქედან გამომდინარე ჩვენ სხვადასხვა მიმართულების იმპლანტაციას ვთავაზობთ ჩვენს კლინიკაში პაციენტებს, ვინაიდან ყველა პაციენტს აქვს მაინც შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გახლავთ საკმაოდ ისეთი წარმოდგენით რთული ქირურგიული ოპერაცია. და ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ეს ოპერაცია, ეს ქირურგიული ჩარევა გაგვეხადა საკმაოდ მარტივი, მისაწოდებელი და მისი პოსტოპერაციული პროცესი ყოფილიყო ძალიან გამარტივებული. და ამისთვის შევიმუშავეთ ისეთი მიმართულების ოპერაცია, რომლის დროსაც ვიყენებთ უშუალოდ გაიდებს, შაბლონებს, რომლის დროსაც საერთოდ განაკვეთი არ კეთდება პირის ღრუში, უსისხლო მეთოდად არის ცნობილი და პოსტოპერაციული პერიოდიც თითქმის არ არის დისკომფორტთან დაკავშირებული. შეშუპება თითქმის არ აქვს პაციენტს, ტკივილებიც არის მინიმალურ დონეზე დასული და რა ვიცი, ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ და მეტიც ჩვენ შევიმუშაოთ ისეთი მიმართულებები, რომ მოწინავეები ვიყოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. თამარ, ვინც არის დაინტერესებული ამ იმპლანტაციის პროცესით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არკოს ხოლმე ფასს. და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა კლინიკაში ეს რადიკალურად განსხვავებულ ფასებს ვაწყდებით ხოლმე. აი რა არის ამის მიზეზი, რომ ესეთი განსხვავებული სურათია ქართულ ბაზარზე? კი ბატონო, ჩემი ასე ვთქვათ, ტაქტიკა არის ასეთი პაციენტთან ურთიერთობის პერიოდში. როდესაც პაციენტი ზის ჩემს წინაშე, მე მას წარმოვიდგენ, რომ ეს არის ჩემი ოჯახის უახლოესი წევრი. შესაბამისად, მე ვიწყებ ახსნა განმარტებას ყველა დეტალთან დაკავშირებით, მათ შორის საიმპლანტაციო სისტემასთან დაკავშირებით და იმპლანტი არ გახლავთ რაღაც დროებითი ბჟენი, რომელიც შეიძლება შეიცვალო ერთ თვეში და ორ თვეში. იმპლანტთან ერთად ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ კონსულტაცია იმდენად სრულფასოვანი უნდა იყოს კლინიკაში, რომ პაციენტი წავიდეს კითხვის გარეშე. შესაბამისად, ფასი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ეს ფაქტორი არის კომპანიის, ასე ვთქვათ, ისტორიასთან დაკავშირებული. ვიღაც კომპანიას აქვს 90 წლიანი გამოცდილება და შესაბამისად ეს არის მაღალფასიანი იმპლანტი. ვიღაცას 60 წლიანი, ვიღაცას 50 წლიანი და ასე შემდეგ. აი ეს ისტორია სამეცნიერო კვლევებით არის, ასე ვთქვათ, დაფუძნებული და შესაბამისად გარანტიები არის დიდი.
ამ იმპლანტის შემადგენლობაც არის აბსოლუტურად განსხვავებული. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ იმპლანტს ვიყენებთ, რომელი ქვეყნის წარმოებაა პირველ რიგში. ამ ქვეყნის წარმოებას დამატებული უშუალოდ კომპანია, უშუალოდ ამ კომპანიის მიერ გამოშვებული რომელი, ასე ვთქვათ, სახეობის იმპლანტი მიესადაგება ამა თუ იმ ძვალს და გარდა ამისა, პროფესიონალი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინაიდან იმპლანტი ყველა შეასრულებს ერთსა და იმავე ფუნქციას, თუმცა პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ტიპის ძვალში, როგორი ანამნეზის პაციენტის მქონე პირში შეიძლება გაკეთდეს ესა თუ ის იმპლანტი და ექიმის სწორი გადაწყვეტილება, პაციენტის სწორი ჰიგიენა და სწორი მოვლა, ეს არის უკვე გარანტი იმის, რომ იმპლანტი ჩვენს ორგანიზმში იცხოვრებს ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ჩვენს ბავშვობაში სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველთვის ტკივილთან ასოცირდებოდა ხოლმე. ეს რა თქმა უნდა შეიცვალა დროსთან ერთად და ახლა მე პირადად არანაირი შიში არ მაქვს ხოლმე, როდესაც სტუმრობ სტომატოლოგს. ამ შემთხვევაში მაინტერესებს იმპლანტაციის პროცედურის მტკივნეულობა, რამდენად არის მტკივნეული. იმპლანტაციის პროცესს ყოველთვის ვადარებ ხოლმე პირისყრუს პროფესიულ წმენდას, იმიტომ რომ პროფესიული წმენდა მეტად, ასე ვთქვათ, დისკომფორტთან არის დაკავშირებული, არადა საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ვიდრე იმპლანტაცია. იმპლანტაცია, როდესაც კეთდება იმ გაიდებით და იმ შაბლონებით, რომელსაც მე, ასე ვთქვათ, ყოველთვის სიამაყით აღნიშნავ ხოლმე, აი დამერწმუნეთ, რომ პაციენტი არის აბსოლუტურ კომფორტში. ზუსტად 5 წუთში ჩაისმება იმპლანტი, აბსოლუტურად არ სჭირდება მას არც განაკვეთი, არც ნაკერი, არაფერი არ აწუხებს პაციენტს აბსოლუტურად. ჩვეულებრივად, როგორც კბილს დავიბჟენთ, ისე იკეთებს ამ პროცედურას და მიდის ბედნიერად სახლში. ძალიან კარგია, რომ ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მითი არსებობს საზოგადოებაში იმპლანტებთან დაკავშირებით და მიხარია, რომ ესე ამომწურავად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს მაყურებელს. თამარ, სანამ გადავწყვეტ იმპლანტაციას, თუ არის საჭირო და რეკომენდებული სხვა რაიმე კვლევების ჩატარება? კი ბატონო, პირველ რიგში, როდესაც პაციენტი გეგმავს უკბილობის აღდგენას, უნდა ესტუმროს ექიმ სტომატოლოგს. ექიმ სტომატოლოგთან გაივლის სრულყოფილად მის ანამნეზს, აქვს თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება და ასე შემდეგ. უკვე ამავე კლინიკაში უნდა გადაიღოს მან 3D ტომოგრაფია და უკვე სტომატოლოგი გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა მას დამატებით რაიმე ანალიზების ჩატარება ანამნეზიდან გამომდინარე, თუ უბრალოდ შეუძლია რომ უკვე ჩაატაროს იმავე დღეს იმპლანტაცია. იმპლანტაციას აქვს ესეთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი ჩვენება და არაპირდაპირი ჩვენება. თუ ადამიანს აქვს საკმარისი რაოდენობის ძვალი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ ამოვიღოთ კბილი, დაუშვათ თუ ეს კბილი არის დაზიანებული და იმავე დღეს, იმავე წამს ჩავსვათ იმავე ჭრილობაში იმპლანტი. თუ მაგალითად აქვს დიდი ხნის წინ ამოღებული კბილი, ამ შემთხვევაში თუ არის საკმარისი რაოდენობის ძვალი, ჩავყურსავთ იმპლანტს და შეგვიძლია რომ იმავე დღეს დავტვირთოთ გვირგვინით. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანის და განსაკუთრებით ემიგრანტის კითხვაა, როდის შეიძლება რომ ჩავსვათ იმპლანტი და მაშინვე დამაგრდება თუ არა ამ იმპლანტზე გვირგვინი. ეს იმიტომ რომ ჩამოდიან საქართველოში. რა თქმა უნდა, მათთვის დისკომფორტთან არის დაკავშირებული ეს გზის ამბავი. და ჩვენ ვეუბნებით ესეთ რაღაცას. ეს გადაწყდება ოპერაციის პერიოდში. ვინაიდან ძვალს აქვს 4 ტიპი სიმყარის მიხედვით და რომელი ტიპის ძვალიც ექნება პაციენტს, როგორი მოჭერაც ექნება იმპლანტს და რომელი კატეგორიის იმპლანტსაც აირჩევს, იქიდან გამომდინარეობს გვირგვინის დამაგრება. შეიძლება თუ არა იმავე დღეს გვირგვინი დამაგრდეს? დიახ, შეიძლება. შეიძლება თუ არა დასჭირდეს რომელიმე პაციენტთან 3-4 თვის განმავლობაში ოსტეოინტეგრაციას, ანუ ძვალთან მიერთებას
დიახ, შეიძლება დასჭირდეს. ანუ ინდივიდუალურია ჩვენი, ასე ვთქვათ, სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე საინტერესოა მუდმივია თუ არა იმპლანტი, თუ ესეც რაღაც სხვადასხვა კატეგორიაზე არის დამოკიდებული. ვიცით, რომ მუდმივი ამ ცხოვრებაში არაფერი არ გახლავთ. იმპლანტს არაფერი არ მოსდის, როგორც მასალას, ასე კონკრეტულად. კიდევ ერთხელ დავასახელოთ ფაქტორები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. პირველი, ავირჩიოთ აუცილებლად კარგი სტომატოლოგიური კლინიკა. კარგი პროფესიონალი ექიმი, რომელიც სრულყოფილად სრულ, ასე ვთქვათ, სტერილიზაციის პირობებში ჩაატარებს იმპლანტაციას. ავირჩიოთ კარგი საიმპლანტაციო კომპანია, რომლის იმპლანტსაც ჩავისვამთ ჩვენს ორგანიზმში და შემდეგ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ჰიგიენური ნორმები, ის მოვლის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ მოგცემს რეკომენდაციის სახით ექიმის სტომატოლოგი. რამე განსხვავებულია თუ სტანდარტული პირისხოს ჰიგიენა? სტანდარტული, თუმცა ნახეთ, ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ვამოწმოთ 6 თვეში ერთხელ. აუცილებელია პროფესიული ჰიგიენის ჩატარება. აუცილებელი. არსებობენ პაციენტები, რომლებიც ჩაისვამენ იმპლანტს და ფიქრობენ, რომ აქ დამთავრდა. თუმცა ეს ასე არ არის. და ასევე კითხავთ რისკებთან დაკავშირებით, რამდენად ახლავს სხვადასხვა სახის რისკები იმპლანტაციას? როგორც უკვე აღნიშნე, მინიმუმამდეა დაყვანილი რისკები, ვინაიდან ძალიან დაიხვეწა იმპლანტის შემადგენლობა. და ზოგადად უკუჩვენება, სადაც იყო იმპლანტაციის, როგორი ანამნეზის მქონე პაციენტებშიც, კონკრეტულად ონკოლოგიის შემთხვევაში, დიაბეტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც კი, ასე ვთქვათ, გამოუშვეს ისეთი საიმპლანტაციო სისტემა, რომელიც უშუალოდ კონკრეტულად დიაბეტიკ პაციენტებთან და ონკოლოგიურ პაციენტებთან შეგვიძლია გამოვიყენოთ. რა განსხვავებაა ამ იმპლანტებს შორის? თუ ყველა იმპლანტის შემადგენლობაში არის ტიტანი, ამ შემთხვევაში არის ტანტალის შემადგენლობა, რომელიც ოსტეოინტეგრაციას იწყებს ჩასმის წუთიდან მაშინვე. შესაბამისად, უკვე უკუჩვენება თითქმის აღარ არსებობს იმპლანტის გაკეთების. მშვენიერია და ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ავარჩიოთ კლინიკა და პროფესიონალი, რომელიც იზრუნებს ჩვენს არაჩვეულებრივ ღიმილს. აღარ გვეშინოდეს, რომ ჩვენი ღიმილი რაღაცნაირად ისეთივე არ იქნება, როგორც თუნდაც ახალგაზრდობის წლებში. მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო და ამომწურავად საუბრისთვის. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ექიმი, სტომატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თამარ ორდენიძე პასუხობდა დილის პალიტრის კითხვებს ჩვენ იმპლანტაციაზე და ბევრი ადამიანისთვის საოცნება ჰოლივუდის ღიმილზე ვსაუბრობდით და ბევრი მნიშვნელოვანი თემა შევიტყვეთ ჩვენი სტუმრისგან, რაც აქამდე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა არ ვიცოდით.